ხმაურიანი განხილვა იყო წალენჯიხაში, აქ უკვე მეორედ გამოცხადდა რეორგანიზაცია. ჩვენი გადაცემის სტუმარი ახლა არის თამარ ბელქანია, წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, რომ გვითმობთ დროს, ძალიან კარგად იცნობთ იქ ადგილზე ვითარებას და მოკლედ ბევრი რამ გვაინტერესებს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოსვლისთვის. წალენჯიხა ის მუნიციპალიტეტი იყო ერთადერთი, სადაც ოპოზიციონერი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობაში ოპოზიციონერი მერი. ახლა რასაც ვაკვირდებით რეორგანიზაციის ამოცანა რა არის თუ არა საბოლოოდ ამ ისტორიის გადაწერა მიზანი. მოგესალმებით ელისო, მივესალმები მაყურებლებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ რეგიონის და კონკრეტულად წალენჯიხში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დაინტერესდით, იმიტომ რომ პრაქტიკულად რეგიონებს არ აქვთ მედიის უზრუნველყოფა, ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა მედია ადვოკატირების, ხო, ჩაღამ ადამიანებს გორიდან ზუგდიდიდან რო გამოვიდნენ და თავის პრობლემებზე ისაუბრეს. წალენჯიხში სხვა რეალობა. რა თქმა უნდა, ისტორიაში ეს იყო უპრეცედენტო კოალიციური თვითმმართველობა და ჩვენთვის თავარი იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს გვეკეთებინა საქმე და ეს საქმე იყო პრაქტიკულად ორიენტირებული იმაზე, რომ ხარდაჭერა ქონოდა განათლებას, კულტურას, სპორტს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ საოკუპაციო ხაზის მუნიციპალიტეტია, მთის მუნიციპალიტეტია, სოციალური კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, პრაქტიკულად პრობლემები ვიცი და გეტყვით, რომ 40% მოსახლეობის სოციალურად დაუცველია. ამიტომ აი ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აი ეს ჰორიზონტალური მართლობა შეგვეთავაზებინა ხალხისთვის, ბიუჯეტის დაგეგმარებაში ჩაგვერთო ისინი და რაც ყველაზე მთავარი იყო, აი საჭიროება რაც იყო გამომდინარე იქიდან, რომ მიგრაციაა ძალიან მაღალი, დასაქმებულთა რაოდენობაა ძალიან ცოტა, ახალგაზრდების ინტერესი არ არის საჯარო სამსახურში მუშაობა. მთელი ჩვენი პოლიტიკა აი ამ კოალიციის იყო სწორედ ის, რომ აი ეს სოციალური პრობლემები დაგვეკავშირებინა აი ამ ასე ვთქვათ ჩვენს მმართველობასთან და სწორედ ამიტომ იყო რომ უპრეცედენტო პირველკლასელთა ყვებითი უზრუნველყოფა განვახორციელეთ. რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთიდან გადმოდიან, პრაქტიკულად ბავშვები სკოლაში შიმშილობენ. მშობლებს არ აქვთ შესაძლებლობა ყოველდღიურად კი არა, ყოველ მეორე დღე ლარი გაატანონ, ხო? სკოლაში რო რაღაც იყიდონ. ამიტომ ეს 4 ლარი მათთვის ძალიან დიდი საქმე იყო და არა მხოლოდ ერთ ბავშვს ყოფნიდა. პროგრამასაც ხომ არ ემუქრება გადაწყვეტა. იცით რა, ამ პრობლემას ჯერჯერობით არაფერი დაემუქრება, იმიტომ რომ 25-26 სასწავლო წელი წინასწარ იყო გაწერილი. ასევე იყო რომ ახალგაზრდობა დაგვეინტერესებინა, დაგვებრუნებინა რეგიონში, ანაზღაურებადი სტაჟირება და ძალიან ბევრი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. პრაქტიკულად აი განათლების მხარდაჭერა, კულტურის მხარდაჭერა, სპორტის მხარდაჭერა გამოვლინდა იმ პროექტებში, რომლებიც ჩვენ განვახორციელებდა. თქვენ იცით, რომ ეს იუვენტუსის აკადემია ძალიან სერიოზულია, IT-ის ნიკო კვარაცხელიას სახელობის აკადემია ძალიან მნიშვნელოვანია.